მოდით დრო გამოვიყენოთ დღეს ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან საკითხებს უნდა შევეხო. წინამსახურებაზე რაც ვილაპარაკე, კარგი იქნება რომ ყველას ჰქონდეს გააზრების შესაძლებლობა თუ როგორ უნდა იყოს ის სულში მთესველი. ჩვენ დღეს უნდა ვილაპარაკოთ მოწოდების გაგებაზე და აზრზე. პირველი რაც მინდა თქვა, შენ აქ იმით ვარ ხარ, რომ გინდოდა და მოხვედი უბრალოდ. ის გინდა, რაც გქონდა შენში, რა გაგიჩნდა სულ რომ მინდა, ისიც მისგან არის. რომელთა 11:36-ში წერია, რომ მისაგანაა, ყველაფერი მისაგანაა, მის მიერ და მის მიმართ უნდა იყოს. ამიტომ როცა ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში იწყებს რაღაცას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რატო დაიწყო ღმერთო, რა გინდა? შეკითხვა უნდა არსებობდეს. ღმერთი არაფერს არ აკეთებს უმიზნოდ და უგეგმოდ. ეგ შეიძლება ჩვენ ვიყოთ, რატო წავედი არ ვიცი, მოვედი, თითქოს ესეთი რაღაც ეუბნებიან ხოლმე ხალხს, რა უმისაბართო წერილი ვიდადიხარ, იმიტომ რომ რაღაცა აზრი ვერ დააყოლა თავის მისვლასა და მოსვლას, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი ჩვენთან მიმართებაში და სხვებთან მიმართებაშიც არაფერს არ აკეთებს უმიზნოდ და უგეგმოდ. თავარი ახლა ჩვენ დავსვათ შეკითხვა, ღმერთო, რატო დამიძახე? რა გინდა? რომ გავაკეთო. პავლე მოციქული თუ გახსოვთ, როცა ეფესოში ქრისტიანების დასახელსად მიდიოდა, უფალი გამოეცხადა და პავლე მიხვდა, რომ უფალთან ჰქონდა საქმე და რომ დავინახეო, ხმამაღლა დაუყვირა და ეუბნა, ვინ ხარ შენ უფალო? და მიხვდა, რომ შემთხვევით ის არ მოუვიდოდა შესახვედრად. შემთხვევითი არ არის, როცა პავლეს გამოეცხა, ეს ღმერთმა არ იცოდა საწასულიყო და აი პავლე დაინახა, მოდი ამასთან მაიცმელა, არა? ის იყო ძალიან დიდი ღრმა შეხვედრის ღმერთისგან, თორე ჯერ პავლემ არაფერი არ იცოდა. ჯერ საულე იყო, ის პავლეც არ იყო. მიდის ქრისტიანების დასახელსად ჯულის მოშურნე, მიყავს თავისი არმია, ჯგუფი, ავიღეო ნებართვები იერუსალიმიდან, ვისაც ვნახავდი ამ გზაზე მყოფს, მიმეყვანა იერუსალიმში, მათ ხოცავდნენ, მათ სცემდნენ და ასე შემდეგ და ასე. და თვითონაც მე მდევნელი, შეურაცხმყოფელი და ძალიან ცუდის გამკეთებელი ვიყავ, მაგრამ უფალმა შემიწყალა, რა კი უმეცრებით ვაკეთებდი ამასო. მაგრამ მოდი შევხედოთ რაღაცას. უფალი მოდის ზეციდან და ეცხადება პავლე მოციქულს. ეს არის აქ მოციქულთა მეცხრეთა, ვინც უნდა წაიკითხოს, მე წაიკითხეთ, კარგად. მე უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა ამას. და პავლე მიხვდა, რომ ღმერთი და უფალი ციდან არ ჩამოვა, აი ესე შემთხვევით გზაზე პავლეს შეხვდნენ უბრალოდ ერთმანეთს, არა, ის ჯერ ღმერთს მარადიულ გეგმაში ყავდა პავლე. მოვიდა სისრულე დროისა, რომ უნდა შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. და პავლემ ყველაფერი ჩქარა, ის ძალიან განათლებული კაცი იყო და თვითონ ამბობს, რომ მე ჩემ ტოლს სწორსო ყველაფერში ვასწრებდი. ანუ ნიშნებშიც, აღქმაშიც, გამალიელის ფეხებთან გავიზარდე ბოლო-ბოლო და გამალიელი ყველაზე დიდი მოძღვარი იყო იმ დროინდელ ჯულში, ჯულის მოძღვარებთა შორის. და პავლემ თქვა, იქ მე ყველაზე პირველი ვიყავი. და ღმერთმაც იცოდა, რომ პავლესთვის გასაგები გახდებოდა, რომ შეხვედრა არ იყო შემთხვევითი. როცა შეხვდა პავლემ პირველს, რასაც ეუბნება, ვიცი რომ შემთხვევით არ ხარ მოსული, აქ პირდაპირ ასე არ წერია, მაგრამ ვინ ხარ შენ უფალო და რას მიბრძანებ რომ გავაკეთო? ღმერთი შემთხვევით არ გვეძახის ჩვენ. არავის ვინც აქ სათითაოციორთ. შემთხვევით არ მომიწოდა მე, შემთხვევით არ მოგიწოდა შენ, შენ გვერდით უჯდომს მიუბრუნდათ, ხო შენ შემთხვევით არ ხარ აქ. შემთხვევით არ ხარ, შემთხვევითი არ არის ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი შეხვედრა. არსებობს გეგმა, ნება ღმერთის ძალიან დიდი და როცა პავლე მოციქულს უნდოდა რომ გაეგო, რა არის ღმერთო შენი გეგმა, შენი ნება მითხარი, ღმერთო დავხედო ერთი ამ ინსტრუქციას და გავყვები მე ბოლომდის ეს და გავიგებ. იცით რა უთხრა ღმერთმა? ძალიან საინტერესო სიტყვები უთხრა. შედი ქალაქში და იქ გეუწყებაო. შედი ქალაქში, აქ ვერ გაიგებ. შედი ქალაქში მორწმუნეებთან, მორწმუნეები გარბოდნენ პავლესგან, ეგონათ რომ დასაჭერად მივიდა.
არადა ის მივიდა ღმერთის გეგმის გასაგებად. უკვე საული აღარ არის, უკვე პავლეა. და ქრისტიანები გარბოდნენ, იმალებოდნენ და არადა თვითონ იყო უკვე მათი ძმა და მათი თანამსახური, მოწოდებული უფლისგან. ისე როგორც ერთ დროს ისინი სადღაცას ღმერთმა იპოვა და კარგულები და მოიყვანა ფარაში. და მე რა თქმა უნდა, როცა ყველაფერი გასაგები გახდა ცხადი. მოდით როგორ გავიგოთ ეს მომენტი. შედი ქალაქში და იქ გეუწყება. მე მინდა უბრალოდ გითხრათ. ღმერთი, რომელიც უწოდებს ადამიანს, ძალიან დიდი გეგმა აქვს ამ ადამიანზე. მე უგრძნობ ჩემს ცხოვრებაში მოწოდებას. ყველა შემთხვევით არ მოხვიდოდი აქ. ის შინაგანი კარნახისა და მართლა მარადისობის სუნთქვა და ხმა, როგორც ალექსეი ლიძიევი ამბობდა. გესმის ეს სუნთქვა, გესმის ეს პულსები თითქოს აღიქვა და შენც გამოეხმოვან ამას. მაგრამ თავარი ის კი არა ის გაიგე რომ გეძახის, თავარი ის არის რისთვის გეძახის. ყველაზე მთავარი ესა რომ გავიგო ღმერთო რისთვის მეძახი, რა გინდა რომ პავლემ პირველი რაც უთხრა, ვინ ხარ შენ უფალო და რას მიბრძანებ რომ გავაკეთო და შემდეგ ქრისტეობნა მე ვარ იესო რომელსაც შენ დევნიო. პავლემ მე შენ არ გდევნი, მე ქრისტიანებს ვდევნი დამასკოში. წინაზე ვილაპარაკეთ რომ უფალი აიგივებს თავის თავს თავის მორწმუნესთან. ეს ცხოვრებაში რაღაცებს რომ უფიქრდებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის სიმღერა როა სულ ფიქრობ ხოლმე, რა აზრი აქვს ფიქრებს თუ არ დაგაფიქრებს. იმის სიმღერა ექვია მას. ჯოხაძის, ანრი ჯოხაძის სიმღერა. რა აზრი აქვს ფიქრებს ღმერთზე თუ არ დაგაფიქრებს, რა უნდა და რატო დამიძახა? რატო მეძახის? ჩვენ ხედავთ რომ ღმერთი როცა ეძახის ადამიანს, ელოდება ყურადღებას. რომ ჩვენ გამოხმაურება გვექნება ღმერთო, მე მინდა გავიგო რა გინდა. თუ გახსოვთ ერთი პატარა ბიჭი, ჯერ ბიჭიც არ იყო, ერთი ანაზე ვიცით ჩვენ, რომ ის იყო უშვილო, მაგრამ აღთქმა დაუდო ღმერთს, ღმერთო თუ შვილი მეყოლება, ღმერთო თუ ამ სირცხვილს ამაცილებ, თუ და ამ შვილს შენ შემოგწირო, ღმერთო ტაძარში მოიყო, როგორც კი ფეხზე გაივლის და ფეხზე დადგება. და დრო მართლაც როცა გააჩინა შვილი, ბიჭი. მოიყვანა ტაძარში და ელიმუღდელს შესწირა და უთხრა აგერ და 3 წლის იყო სამუილე. ჩემს ხარ რაღაცა როგორ ვთქვა, უფრო გიყვარდება წინასწარმეტყველებსა თუ ისტორიის პერსონაჟებში, ყველაზე უფრო მეტად ვინ და ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის სამუილე. აი ძალიან, ну, რა ვიცი, არაფერი მის მინუსებზე არ წაპირიქით, რეები აკეთა ღმერთმა მისი ხელით, მასთან ერთად. და როცა შესწირა და მოიყვანა, მე რატასაცმელები მოკონდა რომ იზრდებოდა ბავშვი საჭმელები რაღაც და ასე შემდეგ გაიზარდა ბავშვი. დაახლოებით 14 წლის იყო თუ არ ვცდები და ესმის სამუელ ხმა ესმის. გაიქცა ელიმუღდელთან მივიდა, აქა ვარ, ბატონო, რატომ მეძახდი? მე არ დამეძახია შენთვის სადი დაცექშვილო. წავიდა დაწვა, კიდე ესმის სამუელ. ვაუ, გაიქცა ესე მივიდა რა დამეძახე უთხრა. მე არ დამეძახია. სამუილმა საულ მაშინ იყო ელიმუღდელი და ელიმუღდელი ეუბნება. იმან ის იცოდა რომ ღმერთი ადამიანს რო ეძახის რაღაცა გეგმები აქვს. და უთხრა წადი შვილო და კიდე დაგიძახებსო და უთხარი. აქა ვარ, რა გეგმა გაქვს, რა გინდა. ღმერთი შემთხვევით არ მოუწოდებს, არ შეხვდება, არ დაუძახებს, გეგმა აქვს და იმიტომ. ძვირფასი გეგმაა. ძალიან წმინდა არის ეს გეგმა. ღმერთისთვის ძალიან ფასეულ ღირებული არის. სხვა არ არის აქ შუაში. ვისაც ეძახის ის და ვინც ეძახის ის, ეს ორნი არიან მთავარ როლში. აბა ის რო არ დადის მსახურებას და ის რო არ მსახურობს, ღმერთმა საერთოდ ის ჩართო ჩვენ ორ ურთიერთობაში,
მე დგევარ ხშირად, როცა სიტუაციების წინ ცირთულების წინ მე და შენ ვიყავით ღმერთო, როცა გადავწყვეტ მე გამოვყობოდი და შენ მითხარი გამომყევი. მეც გადავწყვეტე რომ გამოვყოლოდი. მესამე იქ არ ყოფილა და რატო უნდა უყურო მესამეს ვიღაცას სადღაცას. ელი მღვდელიც არ ესწრებოდა, როცა ღმერთი ელაპარაკებოდა და ეუბნეოდა რა უნდა გაეკეთო. დილით რო ჩამოვიდა სამუილი, მიუწუწკდა ელი მღვდელი და უთხრა აი გაფიცეთ უფალს, ყველაფერი მითხარი, რა გეგმები აქვს შენზე. რა გითხრა. იცი ღმერთს აქვს გეგმა. მე არ ვიცი რა გეგმა აქვს ღმერთს შენზე. ორი რაღაც დავიმახსოვროთ. რაც ღმერთს უნდა რომ უთხრას სამუილს ელი მარიცის. რაც ღმერთს უნდა უთხრას იოსებს სიზმრებით, თავისი გეგმები თავისმა მამამ პატრიარქმა არიცის. არა და ღმერთი ამბობს, მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. იაკობმა არაფერი არ იცის, არც უნდა იცოდეს და არც უნდა კონდეს პრეტენზია. იაკობი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანი ვიღაცის ცხოვრებაში. მე არ ვიცი რა გეგმა აქვს ღმერთს, თუნდაც ჩემი დამხმარის ცხოვრებაში, პასტორ შმაგის ცხოვრებაში, ჯორჯი იქნება თუ სხვაები თუ მსახურები, ჩამოვთვლით მარჯვენა მოს, მე არ ვიცი. იმიტომ რომ ის ორიგინალური და ძალზე ფასეული რამა ღმერთისგან ადამიანისაც, ამას ქვია ღმერთის მოწოდება პიროვნებაზე. თუ ავიღებთ ეს მუხლი ყველა მიცით და ერემიას 29:11 ეს ყველამ საფრთხოდ უნდა ვატაროთ და როცა ვიღაცეები აი მე ვიცი, მე გიცნობ, გაიცინე და უთხარი საიდან როცა ბიბლია ამბობს რომ არავინ იცის ღმერთმა თქვა მე ვიციო მარტო და დანარჩენებმა ჯადოქრები იქნებიან შენზე დასკვნები რო დადეს უკვე შეხედულება რო ჩამოიყალიბეს ცრუ იქნებიან ისინი და სიცრუის მატარებელი, იმიტომ რომ არავინ იცის ის რაც ღმერთმა იცის პიროვნებასთან ურთიერთობაში და პიროვნების გზაზე ის გეგმები. მოდი წავიკითხოთ. მე-11 მუხლი. რადგან მე ვიციო ღმერთმა თქვა ჩემი ზრახვები აქ რავლობით რიცხვია ჩასმული თქვენთვის რომ განვიზრახეო. მე ამას ვიტყვი თქვენთვის რატოა სიტყვა ჩასმული. ამბობს უფალი. საკეთილდღეო განზრახვები და არასაზიანო რომ მოგცეთ მომავალი და იმედი. აქ თქვენობით, იმიტომ რომ მე ვიციო გეგმა, რომელიც მე განვიზრახე თქვენთვისო. მისმენთ, მოწოდება ინდივიდუალურია, მაგრამ მოწოდება სხეულშია. ერთი რაღაც მინდა თქვა, როცა სახლებში წახვალ საფიქრალად გამოგადგებათ ეს როცა მუშაობს საკუთარ თავთან, ღმერთს აქვს ასეთი ორი ასო, ში. რა არის ში? ში. ზოგიერთები არიან ახლა სიზმარში. მაგრამ კარგი იქნება თუ არ იქნებიან სიზმარში. ზოგი სიფხიზლესში, ზოგი ყურადღებიანობაში, ზოგი ერთგულებაში, სიწმინდეში, პატივში და ასე შემდეგ. ამინ. რა არის ში? ში არის მინიშნება სათხარ. ღმერთი ადამიანს ეკითხება, ადამს სათხარ? და უნდა და სოდნა თუ მიხვდებოდა ადამი რომ უკვე ცოდვაში იყო. რომ უკვე ღმერთისგან განდგომილი იყო. და ღმერთი ადამიანებს განიხილავს შით, ან ადამიანში ხარ, ან ქრისტეში. ან დაკარგული ხარ და დაკარგული გზას ადგეხარ, ან მოქცეული ხარ ღმერთის გზას და უფალს მიყვები. და უფალი გაიხილავს სათხარ, მე ქრისტეში ვარ. მე ადამიანში არა ვარ, მე ქრისტეში ვარ, იმიტომ რომ მე მოვინათლე. იცით ნათლობა რა არის? ნათლობა არის წერტილი ადამიანსა და ათვლის წერტილი ქრისტეში. მე წერტილი დაუსვე ადამიანს, როცა მოვინათლე, დავიმარხე და რომ ამოვოდი წყლიდან ათვლის წერტილი დაიწყო, მივდივარ მარადისობისკენ და ვემზადები ფალთან შესახვედრად. ეს არის ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ სად ვართ დღეს? მადლში ვართ, ქრისტეში ვართ, რწმენაში ვართ, სულში ვართ. ძალიან ბევრი შიში შეიძლება ნახო. სად ხარ და შენი თავი შეიძლება დაინახო ამ შიში. მე კურთხევებში ვარ.
მე ღმერთო ყველაფერი იმაში ვარ, რაც შენ განსაზღვრე და რაც შენ მოიტანე ამ ცხოვრებაში თითოეულ ჩვენგანისათვის. ამიტომ როცა ღმერთი გიწოდებს, ერთი შიც უნდა იცოდე რა არის. ხარ თუ არა მოწოდებაში და ეს მოწოდება სხეულშია. სხეულში. თუ შენ ეს გამორჩ ეშმაკი ათამაშებს ადამიანებს, შენ განსაკუთრებული ხარ, შენნაირი ვინდადეს და უნდა რომ სხეულს მოწყვიტოს პიროვნება და საერთოდ გაანადგუროს მე რა. იცოდეთ, როცა ეშმაკი იწყებს ადამიანთან მუშაობას, აქ არის საფრთხე იმისა, რისი წაღება უნდა. პირველი შეკითხვა უნდა თქვა, რას მატყუებს? როგორმე ედემი და სამოთხე რომ მოეპარა ადამიანსა და ევასთვის, რა გააკეთა? შესთავაზა უფრო ბევრი. სამოთხეზე და ედემზე კარგი რა უნდა იყოს? რა უნდა იყოს სამოთხეზე და ედემზე კარგი? სრულყოფილი გარემო არის იქ. ღმერთმა შექმნა ყველაფერი. რა უნდა იყოს და ეშმაკმა იფიქრა, დაგეგმა, მასაც აქვს გეგმები და მივიდა და ადამიანს უთხრა, თუ შეჭამ თუ ამ ხიდან, თქვენ ღმერთები გახდებით. ანუ თქვენ შემოქმედებით იქნებით. გაუტოლდებით ღმერთს და უფრო დიდი რაღაცები მოგეცემა და სინამდვილეში გეგმაში იყო რა იმის დაკარგვა, რაც ქონდა. ამიტომ როცა ხდება, რომ ჩვენ ცხოვრებაში თუ მოგივა ძალიან სერიოზული განსაზღვრა, შენნაირი გამოცხადება არავის არ მიუღია. შენ ხარ განსაკუთრებული, ეგრევე აიღე პირსახოც და გაიქეცი. რა შეჭირდება პირსახოც და გაიქცე? ფეხბანვა ისავლე. ფეხბანვა. ემსახურე სხვა ადამიანებს. ქრისტე ღმერთია და თქვა, მე გემსახურე თუ თქვენ და ფეხები დაგმა. ზოგი მოვა? ყავდა მისხე. საჯვენ მომიტანე. გამზე წაიღეთ. მოიტანე. იქადაგე, იგალობდეთ. იმას და ყველაფერი გააკეთეთ. მე უნდა ვიჯდე ბოს ზის. ეს აცელილი გზით ეშმაკს მიყვება და ტყუილში ცხოვრობს. იქაც არის, ტყუილში, სიცრუეში. და ბევრ სირთულეებს ნახავს, რაც კარგი იყო რომ არ წასულიყო ამ გზით. მაგრამ მოდით ისევ დავბრუნდეთ უკან. ღმერთი თუ გეძახის და მოგიწოდებს, გეუბნება, შენ არავინ არ იქნები და ვერავინ ვერ იქნები, თუ სხეულში არ დაინახავ შენ თავს. შენ ქრისტეში ხარ, შენ სხეულში უნდა იყო. ამიტომ შენი მოწოდების პერსპექტივა სხეულშია. რატო წერია 99 ფსალმონი? როგორ იწყება? შედით მის ეზოებში ხოდების შეცმით, ხო? და სხეულში უნდა ისწავლო ყველაფერი როგორ იყოს ღმერთის განდა, მაგრამ ნახეთ 91 ზოგადად 92 ფსალმონია. ღმერთი ამბობს, ღმერთის ეზოებში დარგულნი, ღმერთის სახლში დარგულნიო, რა მის ეზოებში აყვავდებიან. ხსად ღმერთის სახლში დარგულებიო. თინეიჯერობა მომისმინეთ. თქვენზე იმხელა გეგმებია ეშმაკის. ჯერ გაუაზრებელი რო არის რაღაცები, ზოგჯერ უნდა დაჯდე და თქვა, ღმერთო, ეშმაკი ვიცი რო ატყუებს ყველას და ყველგან. და ანგელოსთა მესამედი მოატყუა. ატყუებს ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან დიდი ადამიანები დაუცი, მაგრამ შენი სიტყვის სინათლეზე მე შემიძლია გადავერჩინო თავი. ამიტომ თუ გინდა რომ თავი გადაერჩინო, გაიქეცი ეკლესიისკენ, გაიქეცი სხეულისკენ. სხეულში ის ვერ ახერხებს მოწყვეტას ადამიანების და აი სათითაოდ მათ განადგურებას. პირველი პეტრეს მეხუთე თავი, ყველა მეცით მერვე მუხლი. თქვენი მოწინააღმდეგეო, რატო გვეწინააღმდეგება ეშმაკი? იმიტომ რომ ღმერთის გეგმაა ჩვენზე. და ღმერთის გეგმა იცის რომ ეშმაკის საქმების დასანგრევად არის. ღმერთმა უნდა ითანამშრომლოს ჩვენთან რომ ეშმაკის საქმეები დაანგრიოს. და თქვენი მოწინააღმდეგე პირველი პეტრეს 5:8, თქვენი მოწინააღმდეგე დადის როგორც მრდღვინავი ლომი და რა? თქვენი ნახე შეხედე მხოლობით და მრავლობითი რიცხვი. თქვენი მოწინააღმდეგე, ანუ ყველას გვეწინააღმდეგება, მაგრამ დადის როგორც მრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოსო. ვინ ნიშნავს რომ ყველას გვეწინააღმდეგება, მაგრამ ერთს მაინც იპოვის. ვიღაცას მაინც გააბიაბურებს. ჩემო ძვირფასებო, იყავი დარგული ღმერთის სახლში. ეს არის ერთ-ერთი ღმერთო, შენ დამგე მე სახლში და მე ამ სახლში მის ეზოებში აყვავდებიანო წერია.
როგორი მე დღეს ვილაპარაკებ საკითხებზე, როგორი რთული და რაღაც ესეც არ უნდა მოგეჩვენოს, იცოდე რომ აქ არის აყვავების გასაღები. იმიტომ რომ ღმერთი კი არა შეიძლება ამათ გაუმართლოს, კარგი რაღაცა მოხდეს, არა, ღმერთის სახლში დარგულები, მოდი ყველამ გაიმეოროს, მის ეზოებში აყვავდებიან. იცი რას ნიშნავს მის ეკლესიაში უნდა იყო როგორ თქვა, ჩაკირული, სისხორცებული ეფესელთა მეოთხე თავში წერია, 16 მუხლია. ყველანაირი მაცოცხლებელი კავშირებით უნდა იყვნენ ეკლესიის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული. უნდა შეეძლონ მეგობრული ურთიერთობაც ააშენონ, საქმიანი ურთიერთობა, მსახურებრივი ურთიერთობა, შეეცადე რომ იყოს სხეულში. ზოგი როგორ იცი, მოვალ მსახურებაზე, რა ღმერთს უნდა კრებაზე დადიოდე? კრებებზე იმიტომ დავდივართ, რომ სხეულად შეკრას ღმერთმა ეკლესია და არა იმიტომ მოხვიდე ქადაგება მოისმინო, მსახურებას დაესწრო რა წახვიდე. იმიტომ მოვდივართ ეკლესიაში, რომ ჩვენ ბევრი გავიგოთ, მეც მითხრა ღმერთმა მოდი, შენც გითხრა მოდი, სხვასაც უთხრა მოდი, და მოვიდ, ეხლა ზიარ, ეხლა რა გავაკეთოთ ღმერთო? ეხლა რატო დაგვიძახე? იმიტომ რომ ღმერთს აინტერესებს სხეული და ჩვენ ბევრს ვილაპარაკებთ ერთხელ როცა ამ სხეულებრივ საკითხს შევეხები, 1 კორინთელთა მე-12 თავში, პავლე მოციქული დეტალურად აღნიშნავს, რომ თქვენო ბევრნი ხართ, მაგრამ ერთ სხეულში ადგენთ ქრისტეში, ისე როგორც სხეულში ერთი ორგანო ხო არა გვაქვს. შეხედეთ, ხელები, ფეხები, წვირი, თვალი, ყური, ბევრი ორგანოები გვაქვს, არც ერთი არ არის ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ ერთ სხეულში ადგენთ, ხო ასეა? მე 9 ხო არ დავდივარ, ერთი სხეულით მოძრავ, ხო ასეა? მაგრამ სხეულში ბევრი ორგანოები, შეხედეთ, ორგანოები სხვადასხვა ფუნქციის და სხვადასხვა გარეგნობის არიან. წვირი და თვალი საერთოდ აი როგორ უნდა იყოს რომ ერთმანეთთან დაახლო. არაფერი საერთო არ აქვს. თვალი სულ სხვა ფუნქცია და შეხედულების არის და წვირი სულ სხვა ფუნქციის. ყური საერთოდ, ენა საერთოდ და ტვინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მთელი შინაგანი ორგანოები, მაგრამ მაინც რა სულ განსხვავებულები არიან რადიკალურად, ფუნქციურად. მაინც ერთ სხეულში ადგენს ქრისტეში. ამით პავლე მოციქული მოწოდებას აკეთებს, შენაირები რო არზიან, შენი თანატოლები, შენი გაგებისანი, შენი რა ვიცი, სოფხედველობისანი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არაფერი არ გექნებათ საერთო. პირიქით. როგორ შეიძლება თქვა, რომ მაგალითად ყურსა და ცხვირს რაღაცა საერთო შეიძლება გქონდეთ. რავი, ერთის სხვა რა, ისინი ერთად ვერ დაჯდებიან. ვინ ზიან ხოლმე ხშირად ერთად? ერთად ზიან ერთნაირი შეხედულების, ერთი გაგების, ერთი, რა ვიცი მე, ნებისმიერ რაღაც, აი ციხეებში მაგალითად ერთი პიროვნება მე ციხეებში როგორ ზიან, თუ იცით, ხო ზის 100, ვთქვათ 1000 ადამიანი. ჩვენ შევდივართ ხოლმე და იქ გადაგებ. აქეთ ქურდები ზიან, იქით ნარკომანები, აქეთ ბიზნესმენები, იქით მორწმუნეების აქვს თავიანთი სამლოცველო და რაღაცა. ჩვენ შევდიოდით ხოლმე ძალიან ისეთ ციხეებში, პალასატებს ეძახიან, ესეთ ზოლებიან, ხუთის რო აქვს მოხდილი უკვე. ციხე და კიდე როზიან, ანუ თითქმის მუდმივზე არიან იქ და გვეუბნებოდნენ ძალიან ფრთხილად იყავთ, ცენი არიან ძალიან ისეთ კრიმინალები, მაგრამ რომ მიხვალ იქ ნახავ, რომ ყველა კუტო გზის თავთავის მაშინ და ყველა მიცის ვინ არის და ვინსად არის და თავისი ადგილი უნდა იცოდეს ყველამ. მაგრამ ეკლესიაში როცა მოდიხარ, რა თქმა უნდა, მსახურებები ჩვენ გვექნება სხეულებრივად, იმიტომ ხელმა დააკეთოს საქმე და ფეხის საქმეში არ უნდა ერეოდეს და ცხვირს არ უნდა ურტყავდეს და თვალი კიდე სადღაცას ისეთ რამეებს არ უნდა აკეთოს, ფეხის საქმეს არ უნდა ასრულოს, იმისაც გიმნეული იქნება და მაინც ვერ გააკეთოს თავის საქმეს. მაგრამ ეს არეულობას ღმერთი აწესრიგებს სხეულში. მაგრამ იცოდე, შენ მოწოდებული ხარ სხეულისთვის და სხეულში. ახლა მინდა ვილაპარაკო იმის თაობაზე, რომ მოწოდება ღმერთისთვის იმდენად ძვირფასია, რომ ის უყურებს, რომ შენ იცოდე ამის შესახებ. მე დღეს ვილაპარაკობ ამაზე. შეხედეთ კოლოსელთა წერილი. და უბრალოდ მოდი ჯერ ტიმოთეს წერილი წავიკითხოთ. მეორე ტიმოთეს წერილი განსხვავებულია პირველ ტიმოთეს წერილისაგან. რით? პირველ ტიმოთეს წერილში დიდი გამოღვიძებაა ეკლესიაში. ეკლესია მარიცის როგორ დააყენოს დიაკვნები, როგორ დააყენოს პასტორები, ეპისკოპოსები და პავლე უწერს ესე დააყენეთ ისინი, ესეთები უნდა იყვნენ, ამ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებლები უნდა იყვნენ. ის ვინც ამ საქმეში უნდა იყოს ჩართული და მეორე ტიმოთეს წერილი
ეს დროა გასული და შემოbrunდა ყველაფერი და ეკლესია ძალიან დიდ დევნას გადის. იდევნება ქრისტიანები ხოცავენ და ასე შემდეგ. და პავლე მოციქული თუ წაიკითხავთ მეორე ტიმოთეს წერილს, მიხვდები რა განსხვავება პირველ ტიმოთეს წერილში პასუხებია პავლესის შეკითხვებზე, რასაც უგზავნიდნენ, ესე როგორ მოვიქცეთ, ისე როგორ მოვიქცეთ. და პავლე პასუხობს ამ შეკითხვებზე. მე არ ვიცი, პასტორთან დამოკიდებლობას, ოჯახთან დამოკიდებლობას, ყველაფერზე პასუხობს, მაგრამ მეორე ტიმოთეს წერილში, ნახეთ, 1:9. ტიმოთე დაიმახსოვრეუნა. რომელმაც გვიხსნა ჩვენ ჯოჯოხეთის კლანჭებისგან და მოგვიწოდა და მოგვიხმო ჩვენ წმინდა მოწოდებით. არა ჩვენი საქმეებით, არამედ თავისი განზრახვით. მას ქონდა ეს გეგმა და თვითონ განიზრახა და ეს არის მადლიო, თავისი განზრახვით და მადლით, რომელიც მოგვცა ჩვენ, შემოგთავაზა ქრისტეშიო. ქრისტე იესოში საუკუნო დროთა უწევ. ანუ შენი მოწოდება დედამიწაზე ხდება გასაგები, თუმცა რო დავიბადეთ საერთოდ არ ვიცოდეთ რომ ღმერთს თურმე გეგმა აქვს ჩვენზე და ეს გეგმა ღმერთმა შეადგინა ქრისტეში საუკუნო დროთა უწინო. მაგრამ ეხლა გვეცხადება ეს გეგმა. ისინი ეხლა ყურადღებით. არსებობს სტარტი და არსებობს ფინიში. სტარტი არის მოწოდება და ფინიში არის დასასრული. აი პავლემ მდინარება დავასრულებ, პავლე რო ამბობს. მეორე ტიმოთეს მეოთხე თავის 6 რო ამოხლებია. მდინარება დავასრულებ. სტარტი იყო ჩემს ცხოვრებაში, მოწოდება იყო. დავდექი იმ მოწოდებაზე იმ სტარტთან და ღმერთმა დავიწყეთ და დაიწყო სირბილი. და პავლე თქვა მე უკვე ფინიშთან ვარ. ვამთავრებ ჩემს მოწოდების საქმეს, ეხლა მომელისო მე სიმართლის გვირგვინი და არა მე, არამედ ყველას, ვისაც უხარია მისი გამოჩენა. სიმართლის გვირგვინი. იცოდეთ რომ ღმერთს აქვს სიმართლის გვირგვინი, თუ რა სიმართლით ვიცხოვრობთ ამ მიწაზე, ჩვენ მივიღებთ საზღაურს. მაგრამ მოდით მოწოდებაზე ვილაპარაკოთ. ღმერთი რო გვიწოდებს გვეუბნება, რომ აწი შენ უკვე მშვიდად არ უნდა იყო და ყველა წვრილმაში უნდა შემეკითხო, სად ჩქარა უნდა ირბინო, სად ცოტა უნდა შეისვენ, მაგრამ მარჯვნივ და მარცხნივ ყურების თავ არ გზიმთ, რომ თუ შენ მოწოდებაში შეხვედი, მაშინ ფინალისკენ უნდა იყურებოდე და არა აქეთ იქით როგორც ყველა, აი ხალხი როგორც ცხოვრობს, რა გავაკეთო, ხომ არ დაგველია? წამო დავლიოთ, ლუდი დავლიოთ, წავიდეთ. წამო დავჯდეთ, აი რო არიციან რა გააკეთო, აი და არ ვიცი კეთების იმაში წავიდი, იქ მაინც დავჯდები. მოდი ეს მაინც ხარ გაგვეკეთებინა. ისე იქ ხარ წავიდეთ. საქმე რო არა აქვს, მიზანი რო არა აქვს, მოწოდებაში არ არის ადამიანი და მიზანდასახული არ არის მისი ცხოვრება, ან სადღაცას დაჯდება, ან სადღაცას გადაუხოს, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც მიზანდასახული არ არის, ან მოწოდების გზას არ მიყვება და იმაში არდებს ინვესტიციებს, დროისას, ნერვებისას, ფინანსებისას, არდებს ამაში ყველაფერს, ის არის ამაო ცხოვრების ლაბირინთში გახლართული, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს. ჩემ ცხოვრებაში ბედის ბორბალი არ არსებობს, მოწოდების ბორბალი არსებობს. და ბევრს გაატიალებს ძალიან ბევრს გაატიალებს. ეს სიმღერა ამს რომ ბედის ბორბალი ტრიალებს და ბევრს გაატიალებს. თუ გინდა რომ არ გაგატიალოს, ყველა დღე თქვი ღმერთო, მე განსხვავდები, ჩემი მოწოდება ძალიან განსხვავდება ჩემი მეუღლის მოწოდებისგან. მე სულ სხვა მისით მე არც ვიცნობდი ეგას. და რო ვაკვირდები მას, ჩვენ ერთი გეგმა, ერთ სხეულში ვართ ქრისტეში, ვაკეთებთ საერთოდ, მაგრამ ის მისია რაც მე მაკისრია, ჩემია და ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე რომ ვერ ხვდება ის რა გეგმა აქვს ღმერთ ჩემზე. მე ვერ ხვდები რა გეგმა აქვს ღმერთს მას. არც არის საჭირო მე ჩემი დავივიწყო და სხვის მხარეს ვიყურო. ზეგან ჯორჯი მოვიდა, მიყურებს რაღაცნაირად პასტორი ერთი წუთი რა და მოვიდა. რა ჯორჯი მოვიდა, აუ ბეწრი გაქვს აქ. და ამაცალა რაღაც. რა მეთქი სხვის თვალში ბეწს როგორ ხედავ? ჯორჯი ხო, გვერდზე იყო, მაგრამ როგორ დაინახე მაქსი შორი და შენ თვალში დინეს ვერ ხედავ. იმ ბეწი როგორ გამეცინა ხა ხომრობაში გავატარე რა თქმა უნდა, მაგრამ აი მე მაინტერესებს შენ მოწოდებით ცხოვრობ, როცა დაინახავ ადამიანს. აი ეს რა ვიცი, შენი მოწოდება შედალოცვილო.
შედელოცვილო, შენი თავი დაგვიწყებია და სად იყურები? შენს მოწოდებაზე იფიქრე. შენს მოწოდებაში, აი ესე თქმა მინდა, იცოდე რომ ყოველი ღონე იხმარეთო. დღეს მინდა რომ ამ მიმართულებით წავიდეთ, რომ მოწოდება თუ ასეთი წმინდა ღმერთისთვის. სათუთია, მინდა იცოდეთ რომ წმინდა რას ნიშნავს. ერთხელ აი ზუსტად ლიძიავის ეკლესიაში ვიყავით და როცა ვგალობთ, ბევრმა არ იცის რა აზრი ჩააქსოვს, წმინდა ხარ ღმერთო. ვგალობთ, აი ამ ასეთ საგალობელი იყო, რომ ღმერთის სიწმინდეზე მიდიოდა, რომ წმინდა ღმერთი, წმინდა აუფალე. და სული წმინდა შეგიძღვებათო ყველა ჭეშმარიტებაში ქრისტემ თქვა და ყველაფერს გასწავლით. დგევარ და სული წმინდა მაჩვენებს ადრეც მოვყევე. წმინდა სიტყვა, რატომღაც ანგელოზები 24/7-ზე ამბობენ წმინდა საბაუთოფალე. ისაა წინასწარმეტყველის მე-6 თავში ჩანს ანგელოზები 24 საათი, ორით სახეს იფარავენ, ორით ფეხებს და ორით ფრენენ და ერთი მეორეს გასძახიან წმინდა არს. იცით, შეუმეცნებელი გაძახება გმობაზე უფრო მეტია. იმიტომ რომ უნდა შეიმეცნო რას ამბობ. და თუ ამბობ რომ ღმერთი წმინდა, ტიტეს 1:15-ში პავლე მოციქული ეუბნება წმინდასათვის ყველაფერი წმინდა ტიმოთე. როცა ღმერთის სიწმინდეზე ლაპარაკობ, რას გულისხმობ? ის რომ ღმერთი თავის სიწმინდეში გვეუბნება რომ მე შენს მიმართ ძალიან სიმართლით და სამართლით მოგიდგები, წყალობით მოგიდგები. გრძნობიარია სიწმინდეში იგულისხმება რომ ის ძალიან გრძნობიარი არის. და განსაკუთრებული დამოკიდებულებით იქნება შენს მიმართ. და სიწმინდის გაცხადების სიღრმეები კიდევ და კიდევ უფრო მეტი და მეტი შეიძლება რომ გახსნას ღმერთმა, რაც უფრო მეტად ვივლით და უფალთან ერთად ვიქნებით. ამიტომ, როცა უფლის გზას შეუდგები, უნდა დაიწყო ორჯერ ორით. ვინ ხარ შენ უფალო? და რა გინდა რომ გავაკეთო? ეცეთ ქრისტემ რა უთხრა პირველ თავის მოწაფეებს? მარკოზის 1:17. მივიდა ქრისტე თქვა, გამომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით. მე ვაკვირდები, ლიძიავიც ლაპარაკობდა, რომ მორწმუნეები შედიან მიდიან აეროპორტში თვითმფრინავში, ჯდებიან თვითმფრინავს, ჯერ არის duty free არის მაღაზია, იცით ხო? ეს არის არდაბეგრილი ზონა არის, სადაც უფრო იაფად იყიდება რაღაცები, სუნამოები, სასმელები რაღაცები და duty free-ში არიან გაჭედილები. იმიტომ რომ მივიდა აეროპორტში, duty free-ში შევიდა, ანუ გაიარა რეგისტრაცია. იქ ბევრი დადის და ესეთ რაღაც ვინც დაფრინავთ, ახლა იც სუნამოები არის, რომ შეგიძლიათ გამასკენ და ის ხარ რამდენიც გინდა, რომ თუ მოგეწონება დევს იქ და ხალხი მაინც უფასოა და ის ხავს ყველანაირი, რომ გამოდია duty free-დან, აი მე ახლა ხო ვიცი რომ ამით აზარალებენ იმას, მაგრამ ისინი თანახმა არიან, რომ თავარია შენ მოგეწონოს და სუნი გაიყოლო და დაისხი რამდენიც გინდა. იცით, ჩვენი მიზანი არ არის არც თვითმფრინავში ჩაჯდომა, ჩვენი მიზანი არ არის არც duty free-ში შესვლა, ჩვენი მიზანი არის სად მიფრინავს ეს თვითმფრინავი. ამიტომ ჩვენ მიზანდასახულ ქრისტიანობას უნდა შეუდგეთ და როცა წერია რომ ღმერთი აუწყებს ახლა ყველას ყველგან მოინანიონ. მე არ ვიცი თქვენ გქონიათ თუ არა ესეთი მომენტი რომ აი არაფერი არ არის ჩემს ცხოვრებაში მიზანდასახულად რომ ამაში ვდებდეთ ჩემს სუნთქვებსაც და ჩემს წამებსაც და ჩემს ქმედებებსაც და უბრალოდ დინებით მიდის თითქოს გქონიათ ეს მომენტი რომ დინებაში ღახარ ჩასმული. და ამით ღმერთი გვაჩვენებს რომ უნდა მოინანიოს ყველამ ყველგან და თქვა რომ ღმერთო შენ რისთვისაც მომიწოდე მე ამისთვის უნდა გავემზადო. ნახეთ აი თქვა ეს არის ადგილი სადაც არის მოწოდება მაგრამ უნდა მივიდე იქამდე და აი ამ ადგილამდე რომ მივდივარ უამრავი რაღაც არის გასაკეთებელი და მინდა გითხრათ რა არის გასაკეთებელი იქამდე მისასვლელად. სულიერობაშიც უნდა მოემზადო, ფიზიკურადაც უნდა მოემზადო, ფინანსურადაც უნდა მოემზადო. მე არ ვიცი, ურთიერთობებშიც უნდა გქონდეს კარგი კავშირები და კარგი მოზიარეობა ყველასთან. ამისთვისაც უნდა მოძდე ღმერთი გეტყვის რომ მოემზადე უამრავი რაღაცაში,
თუ არ მოემზადები, აი აქამდე ვერ მიხვალ და არ იქნება რჩეულება. ახლა მოდი პავლე მოციქულზე აგიხსნათ. პავლე მოციქული საქველმოქმედო წიგნში ვხედავთ ჩვენ რომ ღმერთი ეძახის პავლეს რომ მე ვარ ქრისტე რომელსაც შენ დევნი და მე უხსნის ქრისტე გამოეცხადა ელაპარაკა და პავლემ გადაწყვიტა რომ გაყოლოდა ქრისტეს. ნახეთ, ჩვენ ვხედავთ მოწოდებას, მაგრამ ვხედავთ მე რჩეულებას საქველმოქმედოთა მე-13 თავში პირველ ორ მოხლებში წერია რომ პავლე მოციქული რომელიც მე-9 თავში ვხედავთ რომ არჩეული იყო და ღმერთისაგან ანუ ღმერთმა მოუწოდა მას, პავლე წავიდა ბარნაბასთან ერთად და დაიწყეს ეკლესია ანტიოქიაში, მსახურობდნენ, ემზადებოდნენ, რაღაცებს იცილებდა თავის ცხოვრებიდან, შეხედულებას, დამოკიდებულებას, ურთიერთობებს აშენებდა ხალხთან და ნახეთ რა ხდება. ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველი და მოძღვარნია. ბარნაბაც იქ იყო, სიმონიც, რომელსაც ნიგერიში არქვესო. ლუკიოს კვირინელი და მანაინი, მეოთხე დუხუცეს ჰეროდეს ძუძუმწე და საულე. მეორე მოხს დაუკვირდა, როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ, გალობდნენ და ადიდებდნენ ღმერთს და მარხულობდნენო, სულიწმინდა მუთხრა. უკვე მომზადებულები არიან საკმარისია, გამომიყავით ბარნაბა და საულე იმ საქმეზე, რომელზეც მე მათ მოუწოდეო. ზოგი ამბობს, ღმერთმა მომიწოდა წავედ გავაკეთებ. ერთი მსახური გვეუბნაო და ბიბლიის სკოლაში რაც ვსწავლობდი, ღმერთმა მითხრა წადი საბჭოთა კავშირში. მე გაგზავნიო საბჭოთა კავშირში. აქ კიდევ ძალიან დიდი დევნები იყო იმ დროს. ხო და ღმერთო თუ შენ გინდა, ერთხელ მითხრა ღმერთმა ორჯერ, მივხვდი რომ ღმერთს უნდა რომ საბჭოთა კავშირში წამოსულიყავიო. და დავიწყევ ჩალაგება რაღაცეების უკვე. ვამზადებ ჩემ ტანსაცმელს რაღაცებს ბილეთზე დავიბიარო ვიყიდე რომ ღმერთმა მითხრა ჩახვალ თუ არ მოკლავენო იქო. ღმერთო შენ გინდა რომ მე ქრისტიანობაში მსხვერპლი გავხდი ამისთვის? არა, ღმერთმა მითხრა. ღმერთმა მითხრა მე კი გითხარი რომ მე გეძახი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მაგრამ არ მithქვია როდის. ამიტომ მოწოდებასა და რჩეულებას შორის არის მომზადება. უნდა მოემზადო და მოამზადო საკუთარი თავი იმ საქმისთვის, რომლის კეთებასაც ღმერთი დაიწყებს შენი ხელიდან. ჩემო ძვირფასებო, თუ არ იქნება მოწოდების აღქმა, რომ მე ღმერთმა მომიწოდა ძალიან ძვირფასისთვის, ძალიან მნიშვნელოვნისთვის და ვემზადები და ჩემ თავს ვავარჯიშებ ამაში და ერთი დღე დაიმახსოვრეთ. იქნება დრო, როცა მიხვდები, რომ ამისთვის იყავი დაბადებული. თუ გახსოვთ ერთი ქალბატონი ბიბლიაში ებრაელ ხალხს ანადგურებს მტერი და ის დედოფალია თვითონ. ესთერი ერქვა. იცით? მეფემ ბრძანა და ყველა მეცით ეს ისტორია, მეფემ ბრძანა თუ ჩემთან ოთახში ვინმე შემოვა, ჩემ დაუკაკუნებლად, მე არ და უბრალოდ დაუძახებლად, მე არ დამიძახია მისთვის და ის შემოვა ჩემთან, ის უნდა მოკვდეს. იმიტომ რომ აბა ვინმე გაბედოს და მეფის ოთახში შევიდეს, მეფე არ ეძახის მას. და იქ უთხრა მცველებს, რომ შემოვა თუ არ უნდა მომკვდარიყო ის. და ნახეთ, მარდახეი ეუბნება ბიძამისი, შედი მეფესთან და უთხარი ისრაელზეო. უთხარი, რომ შეიწყალოს და გადარჩეს ებრაელი ხალხი. მთელი ერს მოერეკებოდნენ სხვადასხვა რეგიონებიდან დასახოცად. როგორც ერთ დროს 100,000 წამებული გვარში გადაყარეს, აი ესე მოყავთ ებრაელების დიდი ბავშვი, დიდი ქალი, პატარა, ყველა მოყავდა უნდა დახოცონ. საშინელი სურათი, წივილი, კივილი, უამრავი ადამიანის ბედი ნადგურდება და აქ კიდევ დაძაბული სიტუაცია დედოფალი ზის და მეფემ თქვა არავინ არ შემოვიდეს ჩემ ოთახში, როგორც კი შემოვა მოკალით. მაგრამ თუ მეფემ თქვა შემოვიდა ვიღაცა, ძალიან ისეთი საქმე აქვს, არ ვიცი რა საქმე უნდა კონდეს, თუ ვინმე შემოვიდა და მე კვერთხი გავიწოდეო მის კი ესე იგი შემიწყალებია ის და არ უნდა მოკლათ. გადარჩება და იმ საქმეს შემეკითხება თუ მოიტანს რაც მე ჩემთან შემოსასვლელად ქონდა გასაკეთებული. შედი მარდახეი ეუბნება მეფესთან, მიდი და უთხარი ისრაელზე, რომ არ გააკეთოს ეს საქმე, რომ აქეთ არ წაიყვანოს გეგმები და არ მეძახისო მეფე და როგორ შევიდა. არ მეძახის. მარდახეი ეუბნება ესთერ დაიმახსოვრე.
ღმერთი თვალყურს ადევნებს ამ სცენარს. თუ შენ არ შეხვალ მეფესთან, ღმერთი სხვა მხრიდან მოუტანს ისრაელს ხსნას. მაგრამ შენ და შენი ოჯახი დაიღუპებით. მაგრამ ერთ რაღაცას დაფიქრდიო, იქნებ ზუსტად ამ დღისთვის იყავი დაბადებული. იქნებ ყველაფერი რაც კი იყო შენი, ბავშვობა, ახალგაზრდობა, მე არ ვიცი, პრანჭვა, ჩაცმა, დახურვა, მე არ ვიცი, მეგობრები თუ ყველაფერი იქნებ ზუსტად აი ამ წერტილთან არის ყველაფერი დაკავშირებული. შენ რა იცი რომ ღმერთს ამისთვის არ ყავდი შექმნილი. ჩვენ შეგვიძლია ვიარ, მაგრამ არის ერთი რაღაცეები არის ისეთი, აი რუსული ესეთ ключевი სიტუაცია. აი ესეთი საკვანძო და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები არის ისეთი ჩვენ ცხოვრებაში, რომელშიც ღმერთი სცენარებს დგავს და გეუბნება ამისათვის შექმნი, ამისათვის მინდა გამოგიყენო. შენ ამისათვის ხარ დაბადებული და როცა ამას ასრულებ, შენ მისიას ხვდები, რომ შენ ზეცის პროგრამაში ხარ და ღმერთის გეგმას ასრულებ. ნუ ყველა მეცის ესტერმა თქვა, მე ისრაელის გულისთვის, ებრაელი ხალხის გულისთვის თავს გავწირავ, მაგრამ წადი უთხარიო ყველა, სანამ მათ დახოცან 3 დღე და 3 ღამე იმარხულონ. მე შევდივარ მეფესთან. მონკლავს, არა აქვს მნიშვნელობა. მე სიკვდილზე მივდივარ. ოღონდ როგორმე შევასრულო ის მისია, რომ გადავარჩინო ისრაელი ხალხი და არ იცის რა მოხდება. 3 დღე იმარხულეს, თვითონაც მარხულობდა და შევიდა. მეფე არ ეძახის და შევიდა. იცი რომ წარმოგიდგენიათ სურათ ხო როგორი დაძაბული სიტუაცია იქნებოდა რომ იცი რომ ეხლა ერთი და всё მოკლავენ იმ წამსე და შევიდა და მეფემ გვერდხი აიღო მითხარი რა გინდა ესთერ ისტორიას შეგიძლიათ მე რომ გადახედოთ და ესთერი მოუყვა ყველაფერს რაც ხდებოდა როგორც ხდებოდა და ისრაელი გადაურჩა აი ამ ყველაფერს რატომ მოუყევი ეს არაფერი არ ვიცით ჩვენ მიმდინარე პროცესში მაგრამ ღმერთი გვიხსნის უფრო წინ და უფრო მეც და უფრო როცა ემზადები და ეუბნა ღმერთო აი აქ ვარ გამომიყენე ღმერთო რა გინდა რომ გავაკეთო ზოგს აქვს წინასწარმეტყველური ხედვა რომ შენ ცხოვრებაში აი ეს გზა გექნება გასავლელი როგორც იოსებს ჰქონდა სიზმრით ნანახი რა პროცესები შეიძლება ყოფილიყო მის თავს ზოგს როგორც სამუელის გამოეცხადა ასე აქვს პავლე მოციქულს ანანიას რას ეუბნება პავლე მოციქულზე ანანია ეუბნება მაგასთან რომ წადიო პავლესთან წადი აგზავნის ანანიას ღმერთი და მოწაფე იყო თან უფალო ვისთან მაგზავნი ეგ იცი ხალხს ხოცავს და ეს რაღაცა ეუბნება შენ ჭკუესწავლება არ ჭირდება ანანია მე ვიცი რომ ვინ არის ის არის ჩემი ამორჩეული ჭურჭელი მეფეთა წინაშე და მთავრების წინაშე იმსახურებს და ძალიან ბევრ კურთხევას და სიკეთეს გააკეთებს ერთ სიტყვით დღევანდელი ჩემი მთავარი მესეჯი და სასაუბრო არის იყავი მიზანდასახული ქრისტიანი და თქვი რომ მე არ მოვედი იმისთვის რომ ვიყო ეხლა შემდეგ კვირაში გავაგრძელებ მე ამ თემას ცოტა უფრო ფართო არის ეს თემა თუ როგორ უნდა მოემზადო იმისთვის რაც ღმერთს უნდა რომ მოწიფულობა დაინახოს შენში რომ შენ უკვე რჩეულებაში შეხვიდე როგორც ჭურჭელი გაწმენდილი გამოსადეგარი ყველა კეთილი საქმისათვის როგორც ტიმოთეს ეუბნა ტიმოთე აი აქ ხომ მოუწოდა ვიღაცას პავლე იყო საულე იყო თუ მე არ ვიცი ვინც იყო თავისი ყველა მოვდივარ ჩვენი სიმაგრეებით ჩვენს შეხედულებებში ჩვენი გჭირს ყველას ხასიათი დამოკიდებულება ვინც ამადგან გასუფთავდებაო ასე წერია ვინც ამადგან განიწმინდება და მიუარჩეულებამდე ის იქნება სახმარი ჭურჭელი ღმერთისათვის გამოსადეგარი ყველა კეთილი საქმისათვის იცით მე ეკლესიაში თვითონ მოვედი და რო ვაკვირდები ჩემ გამოვლენ გზას აუ ხან რაღაც ხასიათზე მოქმედებდა ხან რაღაცას მაგრამ ეხლა ვაკვირდებ მადლობას ვუხდი ღმერთს რომ არის რაღაცეები რაც უკვე წავიდა და სხვა რაღაცა ძველმა განვლოდა ეხლა ყველაფერი ახალია ვინც ქრისტეშია ძველი რაღაცები უნდა წავიდეს წინდა რაღაცას წუწუნებდი ეხლა უფრო მიზანდასახულად უფრო მოწიფულად ვარ და განვიწმინდები რა ღმერთი დაიწყებს ჩემთან თანამშრომლობას რომ მე ღმერთმა გამომიყენოს ჭურჭლად სხვადასხვა საქმეზე და სხვადასხვა მისიაზე რაც უნდა რომ მე გავაკეთო ეხლა მინდა მოწოდების მთავარ ფაქტორებზე გავამახვილო ყურადღება. მინდა რომ გლობალური ხედვით შევხედოთ როგორც ეკლესიამ თუ სად გვიწოდებს ღმერთი.
ღმერთი ეკლესიაში გვიწოდებს, რა თქმა უნდა, სხეულში ხომ ასეა. მაგრამ როგორც კი ეკლესიური მსახურება მთავრდება, ჩვენ გავდივართ ქვეყნიერებაზე, ხო ასეა? და მისმენთ. დანიელზე მაგალითად ღმერთის მოწოდება სად იყო? სინაგოგაში და არა პოლიტიკაში იყო. ვინ იყო დანიელი? დანიელი იყო პრემიერ-მინისტრი. და დავითი ვინ იყო? დავითი მეფე იყო. სოლომონი მეფე. იყვნენ სულიერი მსახურები მოწოდებაში და იყვნენ ხალხი, რომელიც ერში, ანუ ეკლესიაში ხარ, მაგრამ ქვეყნიერებაზე მიდიხარ და იქ აქვს ღმერთს ეკლესიიდან გეგმა შენზე. იცით, არსებობს ესეთი რელიგიური სრულ დამოკიდებულება და მინდა რომ ეს დაიკარგოს ყველაში. ადამიანები ვერ ბედნიერდებიან. აი ვანო მიდის ახლა იქით და ვანოზე მოგიყვებით ერთ მაგალითს. ერთხელ პეკინზე ქონდა ხოლმე ჩვენ ოფისი და ღამეა მე მივედი იქ და ვანო იქ ცხოვრობდა ხოლმე რაღაც თან ხატავს. რო ხატავს. გვიანია 12 საათი მე ვიძინე ვანო. შენ დაიძინე, მე დავხატა, შენ გაიცი. ფუნჯი უჭირავს ესე. და ზის ესე ჩემი საწოლი აქეთ ზის და ზალაში მახსოვს და ხატავს. დავიძინე, დილა გავიღვიძე, ისე ფუნჯი უჭირავს. და შეავხედა იცის ისე. მე რო ფუნჯი დამაჭერინო 5 წუთი გავგიჟდები. სერიოზულად ვამბობ. რა დამაჭერიდებს 5 წუთი უაზროდ ფუნჯს. რატო გავგიჟდები აბა თუ იცით? იმიტომ რომ ჩემი არ არის. ჩემი არც მოწოდება, არც ნიჭია. ძირითადად მოწოდებას ადამიანს ნიჭებში აი დაკვირვებით ღმერთი აძლევს ადამიანს, რომ ამის შესაძლებლობა გააქვს. რომ შეძლო და გააკეთო. ამიტომ ეკლესიად შეკრებილები ვისმენთ რა უფლის სიტყვას და გეგმებს გავდივართ ქვეყნიერებაზე და ყველა ჩვენი მიმართულებით მივდივართ. ვიღაცა ბიზნესში წავა ედემში, თუ იქით ევა არის კიდევ, ვიღაცა სამხატვრო მიმართულებით წავა, ვიღაცა კლინიკაში წავა, ვიღაცა აგერ მზის ვიღაცა ინსტიტუტებში, ზოგი სხვადასხვა მიმართულებით და ვიშლებით აი ასე ოღონდ უნდა იცოდე რომ ღმერთმა მე მომიწოდა ვიმსახურო ეკლესიაში და ვიმსახურო წუთისოფელში. ამიტომ წუთისოფელში სადაც ღმერთი გვაგზავნეს, უნდა წაიღოს სახე ღმერთისა. მარტო სახელი კი არ უნდა გვერქვას ქრისტიანი. მე სახეც უნდა მივიტანო და იქ სადაც ღმერთს არ იცნობენ ადამიანები, უნდა გაიცნო. და შენ იქ მისვენეთ ყურადღებით. შენ იქ ღმერთის პროექტი ხარ. შენ არ გაქვს უფლება შენი ხასიათების გამოვლენის. შენი, მე არ ვიცი, შენებურად მოქცევის. სულ ღმერთს უნდა შეეკითხა, როგორ მოექცე თანამშრომლებს, როგორ მოექცე უფროს, როგორ მოექცე ირგვლივ მყოფებს. მე არ ვიცი, ვისთან გიწევს შეხება და ასე შემდეგ და რაც უფრო მეტად ღმერთის ჭურჭელი იქნები, მით უფრო მეტად გაანათებს ღმერთი შენგან და უამრავი ადამიანი, რომელიც დაკარგულია, ღმერთისგან იქნება ნაპოვნი შენის მეშვეობით, რომ მოვიდეს და დაუბრუნდეს ოჯახს და დაუბრუნდეს ღმერთს. მეორე ადამიანის შესახებ ვიცი, მაგრამ ერთი მახსენდება ახლა. პოლიტიკაში მოუწოდა ღმერთმა, უკრაინაში. მსახურობდა ეკლესიაში, ღმერთო, რა გინდა, რისთვის მომიყვან? ღმერთო, მე შენ არ მინდა რომ გალობდე, მე მინდა რომ შენ წახვიდე პოლიტიკაში. თუმცა ეკლესიაში მიძღვნილი კაცი და თვითონ ყვებოდა ეს კაცი. პოლიტიკაში რომ შევედიოთ, ჩამიბნელდა თვალებში ისეთი სიბინძურეები ვნახე. მაგიტომ მოგიყვანეო ღმერთმა რომ დაინახო და კი არ დაფთხე, რომ იბრძოლო და შეცვალო. ჩვენ ზოგჯერ, რა იცით, ღმერთი იმიტომ არ გვანახებს რაღაცას, რომ შეგვეშინდეს და გავიქცეთ, რომ მივხვდეთ სამუშაო რამდენი გვაქვს ამ მოწოდებაში. ეკლესიაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვინც მოდის ამჩნევს რაღაცას. ეცე ასაკეთებენ ხოლმე, ზოგი წავა და ლაპარაკობს, ესეთი რაღაცები ვნახე. მე რომ მოვედი ახალგაზრდობა საერთოდ არ იყო ეკლესიაში. მე იქ ახალგაზრდობა ვერ ვნახე რა მიდე, მაგრამ ღმერთმა იმიტომ დაგანახე, რომ შენ იყო მანდ და დაუძახო ყველა, შეკრიბო, ითათბიროთ, იმეგობროთ რაღაც და ბოლოს 250-ნი ვიყავით.
ამისთვის გეძახი, იმიტომ კი არ დაგანახე, რომ დაფხე და გაიქცე, იმიტომ რომ იშრომო. ედემის ბაღში რატო ჩასვა ღმერთმა ადამი? მის დასამუშავებლად და დასაცავად. ამიტომ ღმერთი გეძახის შენ იქ სადაც ჯერ კიდევ გაუღებელია კარები. ვიღაცა მე არ ვიცი საკუთარ რაღაცებს გახსნის, რესტორანი იქნება თუ ზოგი შეიძლება სასტუმროები თუ ნებისმიერი რაღაც, მაგრამ იცოდე, უნდა რელიგიური აზრმა მე რა თმინდა, მე ღმერთი ჩვენ თუ ჩაკეტილები ვიქნებით, იცოდეთ რომ ერთ დღეს ჩვენ გავიგებთ იმ ხმას რომ ბზარმაცო და ბოროტო მონა. სიზარმაცი არის და ბოროტება რომ ღმერთს შენი ხელით უნდა ამ ქვეყნის ბედის შეცვლა სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა მხარეს. მაგრამ შენ მარტო ერთ სული რაღაცა ისეთ იმაში იყავი ზაციკლული. იცოდეთ, ის გეგმები რომელიც ღმერთს აქვს ერთხელ ერთი დაბლა გადაგებდა ჩვენთან მივეც სიტყვა. ღმერთმა რო გითხრას 5 წლის მერე რა გეგმა აქვს, შენზე დღეს ცუდად გახდები. იმდენად დიდია მის გეგმები. მაგრამ 5 წლის მერე შეიძლება არ გითხრას ღმერთმა. იმიტომ რომ წინ არ გადადგე ორი ნაბიჯიც კი. ამიტომ დროის ფაქტორი არანაირ როლს არ თამაშობს, სულიერი ზრდა თამაშობს როლს, რომ როცა გაიზრდები, უფრო მეტი გექნება ნათქვამი. დავამთავრებ იმ ეკლესიაში მოწოდებულ პასტორზე, ის მსახურზე, რომელიც წავიდა პოლიტიკაში. ნელ-ნელა თანამოაზრეები გავიჩინე, სუფთა სინდისის ადამიანები რაღაც და უკვე როცა ვიყავი პოზიციაზეო, ჩემთან შემოდიოდნენ, მოქონდათ ფურცელი და მithქვეს მოაწერე უბრალოდ ხელი და 3 მილიონს მიხდიდნენ ერთ ხელმოწერაშია. 3 მილიონი დოლარი ერთ ხელმოწერაში. მაგრამ სულიწმინდა მეუბნება, მე შენ აქ იმით ვარ მოგვიყვანე, ყალბის ამოთები ქნა. ტყუილები წერო აქ. მე შენ აქ იმით მოგვიყვანე, რომ გაანათო. აქ ჩემი ნება გააცხადო. ერთი ხელმოწერით 3 მილიონ დოლარს მიხდიდნენ. ხალხი მთელი ცხოვრება ჩვენ სულ ყველა ცხოვრობდა 3 მილიონი ერთად არ მაქვს მე ნანახი. და შენ ერთ ხელმოწერაში გაძლევ, მაგრამ უნდა იცოდე, რომ იმ პოზიციაზე ღმერთს იმიტომ კი არ აყევხარ, რომ მე დაიწყო ღმერთის დავიწყება და სხვა რაღაც. მე დღეს არ მინდა რომ გავაგრძელო თემას, შემდეგ კვირას დავიწყებ, რაში ვემზადებით ჩვენ და რისთვის ვემზადებით, მაგრამ დღეიდანვე უნდა იცოდე, შენს გვერდით ჭიდავს თუ მდგომს შეგიძლია მეუბრუნდეთ, მე ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო, არა და ყველაფერი გვაქვს საერთო. არაფერი რას ნიშნავს? სულ სხვა მოწოდება არის იაზე და სულ სხვა მოწოდება არის თამუნაზე და თუ ისე იფიქრეს რომ ერთმანეთს უყურეს, არც ერთი არ გაყვება თავის გზას, მაგრამ თუ ყველა იოველში წერია, იოվել წინასწარმეტყველის მეორე თავს ვინც აიკითხავს, აი იქ არის მოწოდებაზე, აი ასე წერია, ყველა თავ-თავის გზას ადგაო და ერთმანეთს არ ეხლებიან. შენ რა გინდა ჩემს საქმეებში, მე რა მინდა შენ საქმეებში, სხვას რა უნდა სხვის საქმეებში, ყველა თავ-თავის გზას ადგას და ერთმანეთს არ ეხლებიან. ადვილია ძალიან ჩემი პოზიციიდან გელაპარაკო რომ ესე უნდა გააკეთო, მე შენი მდგომარეობა არ ვიცი. დღეს რომელ სულიერ ეტაპზე იმყოფები, შენი მოწოდების გეგმებიც არ ვიცი, ბევრი ვერ იქნება ისეთ რაღაცებში, რაშიც სხვა არის შესული, მაგრამ თავარი ერთია რომ ვინც იხსნა ღმერთმა, ყველას მოუწოდა. თუ ღმერთმა დაგიხსნა, მოწოდებაც არის შენზე. ეხლა უნდა იფიქრო ღმერთო, რა გინდა რომ მე ვაკეთო? რა გინდა, რით გემსახურო უფალო? სად გემსახურო? და ღმერთი აუცილებლად გვაჩვენებს ყველას, ვინ სად და როგორ და რანაირად უნდა ვიმსახუროთ, რომ მოგქონდეს ნაყოფი, რომელიც ქრისტემ თქვა, რაც უფრო ბევრ ნაყოფს გამოიღებთ, უფრო მეტად განდიდება მომაჩემ. წამოდიხით ჩემთან ერთად, მე მინდა რომ ვილოცოთ და უფალს ვთხოვოთ, უფალო, მასწავლე შენი გზები, შენს მოწოდებაში სიარულისას, რომ მე ის ვაკეთო, რაც შენ გინდა.